არის ჩვენი უნივერსიტეტის ისტორია. Გარამატო ჩვენი უნივერსიტეტის ისტორია, ბატონი იბერ ბასილაძე ჩვენი პროფესორი ჩვენ იცნობ, მისი შექმნილია. ეს არის ესე რომ თქვა, ეხლა გამოსული სტანდარტი, ახალი და პირველი ეს საგარეო გაცემა ამ წიგნის და თუნდაც საშინაო ეს ხდება და ესე რომ ჩუბდით, ამას დიდი სიამოვნებით და დიდი სიამოვნებით. Akari ide Kutaisuri kronikები ბატონი ელკუჩა თავგერიძე აგერ სამდება ჩვენი ნამდვილად მიჭიერი და ძალიან თბილად საკითხავ წიგნების ავტორი და ეს მინდა კიდე გავხოცეთ თქვენ საჩუქრად, იმიტომ რომ თქვენ ქუთაისი ნამდვილად არის სტუდენტი და ნამდვილად ძალიან იყო. ეს მინდა და Tildo, ბატონ აბრაამ საბრის ეს არის ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის ისრაელში. ეს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე ბატონი გიორგი ალიბეკაშვილი. ეს ის თემა, როგორ უნდა ისაუბროს ადამიანმა, მაგრამ ვიცი რეგლამენტი და ამილოუჩერდები და ძალიან დიდი პატივისცემა. ბატონ ილი იქანაძეს თხოვს სიტყვა. მოგესალმებით, ბატონ გუბერნატორს, მოგესალმებით ქალაქის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩემს ძვირფას მეგობარს, ქალაქ ქუთაისის დელეგატს, ბატონ ზაზას, მოგესალმებით ქუთაისის აკადემიის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ამ უნივერსიტეტის თვითმფრინავის წევრს, ეს დამსწრე საზოგადოებას, ჩვენს ძვირფას სტუმრებს, მაგრამ ალბათ არ მისცემთ თუ განსაკუთრებული მადლიერებით და განსაკუთრებულად გამორჩეულად ბატონ აბრაამს მივესალმები ადამიანს, რომელმაც უდიდესი ქართული ებრაული ურთიერთობების განვითარება გამავალში. ჩვენთვის გამორჩეულად ძვირფასი არის ის ურთიერთობა, რომელსაც ჩვენ 26 საუკუნოვან ძმობის ურთიერთობას ვეძებთ. და დღევანდელი დღეს არის ადასტურება იმისა, რომ ეს ურთიერთობები არსად არ გამხდარა. პირიქით ეს ურთიერთობები მალდება, ფართოვდება და ჩვენ ორებს შორის ტრადიციულად ის ძმური სიყვარული, ის ერთმანეთის გვერდჩიტობა, რომელიც ახასიათებდა, ყოველთვის ასე კარგად გრძელდება. თუმცა დასაფასებელია ის გარემოება, რომ ჩვენ ერებში არიან ადამიანები, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ამ ურთიერთობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანაში და მე როდესაც ბატონ აბრაამის ბიოგრაფიას გავეცანი, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით თქვა, რომ შეიძლება ადამიანს ერთი კი არა 10 სიცოცხლე არ აქვს იმისთვის, რაც მან გააკეთა ორი ერის ურთიერთობების განვითარებისთვის. ამისთვის გულწრფელი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, როგორც ერთმა რიგითმა ქართველმა ადამიანმა, რომელსაც ძალიან უყვარს ებრაელი ერი და რომლისთვისაც ებრაელ ერთან და ისრაელთან ურთიერთობა განსაკუთრებულად გამორჩეული არის, გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვობაში ძალიან ძვირფასი მეგობრები ჰყავდა ებრაელები, რომელთანაც ვიზრდებოდი და შემდგომში, როდესაც 80-იანი წლების დროს ბოლოს დიდი ალია დაიწყო, მათ უწიათ საქართველოდან წასვლა, მაგრამ დღემდე მოწერა აქვს და დღემდე ეს ურთიერთობები შენარჩუნებულია და ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრი ვიყავი, ჩემთვის უდიდესი პატივი იყო მე ხელმძღვანელა ბოლო 4-5 წლის განმავლობაში საქართველოს ისრაელის მეგობრობის ჯგუფისთვის და ყავს არაერთი უახლოესი მეგობარი ბატონ ზადასთან ერთად ჩვენ ვიზიტით ვიმყოფებოდით ისრაელში და მართლაც ყოველი ჩვენი ჩასვლა, ჩვენი მეგობრების არ ჩამოსვლა გამორჩეული მეგობრობის და ტრადიციის
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ შალვას, რომლის ძალიან დიდი ძალისხმევით დღევანდელი ღონისძიება შედგა და მთელი გუნდს, რომელიც ამ არაჩვეულებრივი ღონისძიების ორგანიზებაში ეხმარებოდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი და ტრადიციული უმაღლესი საგანმანათლებლო კერა საქართველოში. ეს არის ღირსეული გამგებლებელი გელათის აკადემიისა და კიდევ ერთხელ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საუნივერსიტეტო ქალაქზე, თბილისთან ერთად, რა თქმა უნდა, ყოველთვის ქუთაისი არის პირველ ადგილზე, ასე იყო, არის და მუდამ იქნება, რამე თუ ქუთაისი ყოველთვის წარმოადგენდა ყველა მიმართულებით ცენტრს და განსაკუთრებით განათლების თვალსაზრისით. ამიტომ არ მიგვდის, რომ სწორედ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაუდგა სათავეში, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კონფერენცია ჩატარებულიყო, აი ესეთი ურთიერთობა დამყარებულიყო ბატონ აბრაამთან პირდაპირ და რაც თავარია, ეს უკვე გვაქვს ცენტრი, რომელიც არაერთ მკვლევარს აძლევს საშუალებას, რომ შეისწავლოს ის მასალები, რომლებიც აქამდე ყველასთვის ხელმისაწვდომი და ცნობილი არ იყოს და არაერთი წერა აღინიშნა სადისერტაციო ნაშრომი, სამაგისტრო ნაშრომი თუ სხვადასხვა კვლევითი ნაშრომი წარიმართა. ეს ყველაფერი ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ ვიწრო გაგებაში, რომ ეს არის მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის ფარგლებში მიმდინარე პროცესი. პირიქით, ეს არის პროცესი, რომელიც კიდევ უფრო ეხება და აძლიერებს ორ მოწმეებს შორის ურთიერთობას, კიდევ უფრო ხაზს უსვამს იმას, რაოდენ დიდია და განსაკუთრებულია ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობა. და განსაკუთრებით ქუთაისი და იმერეთი ამ კუთხით გამოირჩევა, სადაც ებრაელი თემი ყოველთვის ისე სახლობდა აქ და დღესაც ისეთი ნოსტალგია, რომ საკუთარ სახლში გრძნობდნენ ყოველთვის თავს, იმიტომ რომ ქუთაისიც და მთლიანად იმერეთის და საქართველოც ებრაელებისთვის ყოველთვის სამშობლო იყო. და მე ვიტყოდი ესე, რომ ბატონი აბრაამი დღეს ერთი ქვეყნის შვილი არის. ის როგორც ისრაელის, ასევე საქართველოს მკვიდრი და შვილი არის და ის ორი ქვეყნის შვილი არის და დღევანდელი ღონისძიებაც და მისი მთელი ცხოვრებაც ამისი ძალიან ღირსეული დასტური არის. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით ამ დიდი საქმის. როგორც წერან ბატონ შალვას და ბატონ აბრაამს უსმენდი, ორივე ერთმანეთს აქებდნენ და ბატონ შალვა ეუბნეო პროფესორ ბატონი აბრაამი ეუბნეოდა მადლობას ბატონ შალვას აი ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის და მე დავასწარე ბატონ შალვას და ვუხარებ ბატონ აბრაამ თქვენ ამდენი არ გაგეკეთებინათ ამ ურთიერთობისთვის დღევანდელი ღონისძიებაც ვერ შედგებოდა. ამიტომ ორივე სიმბოლესი მადლობა აი ამ დიდი წვდიდისთვის, ამ დიდი დამსახურებისთვის, იმის ხაზგასმისთვის, რაოდენ დიდი არის ეს ურთიერთობა და ამ ურთიერთობას ვერავინ და ვერაფერი ვერ მოერევა, იმიტომ რომ ეს ისტორიულად არის, იქნება ყოველთვის და ეს ისეულად გაიზარდა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ პროცესს. მადლობა ბატონო კივი, კიდევ ერთხელ უღესტი მადლობა თბილი სიტყვებისათვის, ამ დამოუკიდებულებისათვის. სიტყვა მინდა მხოლოდ ჩვენ დეპუტატს და ჩვენ გულის ექიმს, ესე ვიტყვი მე. სულიერათაც და პროფესიულადაც. გამარჯობათ, მოგესალმებით, ხალხო და ბატონებო, პირველ რიგში მოგესალმები ბატონ გივი მიქანაძეს, საქართველოს განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, მოგესალმები სახელმწიფო ურთიერთობების ინსტიტუტის მხარეში ბატონ ლევონ ზალკალიანს, ქუთაისის მერს ბატონ დავითს, საქართველოს საზოგადოების ბატონ გიორგის, მოგესალმები ჩვენს უნივერსიტეტის პედაგოგ მასწავლებლებს, პროფესორებს, მოგესალმები ბატონ შალვა კინთაძეს რექტორს და მადლობა მინდა მოგახსენოთ თვითონ თქვენგანს ამ არაჩვეულებრივი კონფერენციის მოწყობისათვის და საერთოდ დღევანდელი დღის შექმნისათვის. თუმცა ამის თავი და თავი არის ბატონი აბრაამ სერგეიაშვილი, დიდი მოგესალმებით და მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ ჩვენი ქალაქის სახელით, თითოეული იმ ადამიანის სახელით, ვინც დღეს ცხოვრობს, მოღვაწეობს და კარგად ახსოვს, რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი მეგობრობა ქართველ და ებრაელ ხალხს შორის. მოგესალმები თითოეულ ჩვენს სტუმარს, რომელიც ჩამოგზავნდა ისრაელიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მსოფლიოს პრაქტიკული ყველა ქვეყნიდან და დღეს ერთად დავაარსეთ ის არაჩვეულებრივი ცენტრი და კონფერენცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, იქნება ტრადიციული, რათა მნიშვნელოვანი დღეს არის, ვიცით რომ 2
უმრავლესობას ქუთაისობას და გვირილობას აღნიშნავ და ეს დღეს რა თქმა უნდა შემადგენელი ნაწილი იქნება აი ამ მუზეუმის და დღესასწაულის. რათა ქართულ და ებრაელ ხალხთა მეგობრობა 26 საუკუნოვანი ისტორია, 26 საუკუნოვანი ისტორია, რომელსაც არ აქვს შავი ფურცელი. ეს მხოლოდ თეთრ ფურცელზე დაწერილი ისტორია. მე ჩემი ბავშვობიდან ძალიან კარგად მახსოვს დღეები, რომელიც შაუმიანის, მაიაკოვსკის, აზერბაიჯანის თუ წერეთის თუ თამარების ქუჩაზე გავატარეთ ჩემს ებრაელ ძმებთან და დებთან ერთად და დღესაც ვამაყობ მათთან ერთად მეგობრობას და მინდა კიდე ერთხელ ბატონ გირი მიქანაძეს გადავუხატო მადლობა, რომელიც მრავალი წელი საქართველოს პარლამენტში ხელმძღვანელობდა ქართულ ებრაელულ მეგობრობის ჯგუფს და არაერთი და არა 10 უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ჩაატარა ჩვენი ორ მუზეუმ ხალხის შორის მეგობრობის გასახმარებლად და გასაფრთხილებლად. მე დღეს არ შეიძლება არ გავიხსენო ბორის გაპონოვი, რომლის ძეგლი დგას სინაგოგას წინ და ულამაზესი ძეგლი, ერთ-ერთი ულამაზესი ძეგლია დღეს ქალაქში, იმ ადამიანის, რომელმაც ივლისზე თარგმნა უქტავი შოთროვსკაიას როსტოვსა. მე დღეს არ შემიძლია ჩვენ ქალაქში არ გავიხსენო ილო ფოტოგრაფი ხახიაშვილი, რომელიც ეხლა ურბანისტობას მუზეუმით თითო ოჯახში ყველა აღმოაჩენდა ფოტოს, სადაც ფოტო ილო ეწერა. ჩვენ არა მარტო ძეგლი დაუდგით ამ ადამიანს ჩვენს ქალაქში, ალბათ თუ კი ვინმე ამ 200 ქვეყანაში გამოძებნის ისეთ ხალხს ან ისეთ ქვეყანას, სადაც უბრალო ერთ ქართულ ებრაელ ადამიანს ილო ხახიაშვილს ფოტოგრაფს ძეგლი დაუდგეს. არ არსებობს ასეთი მხოლოდ ქუთაისში უძლია პატივი მიაღოს თავის მეგობარ ებრაელ მეგობარ ადამიანს, როგორც ილო იყო ხახიაშვილი. ჩვენ მინდა გითხრათ ბატონ ლავრა, რომ საერთაშორისო ფოტოკონკურსი ილოს ვატარებთ ამ ქალაქში უკვე რამდენიმე წელია, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩამოდის პროფესიონალი ფოტოგრაფები და ეს ტრადიციად იქცა უკვე ეს ულამაზესი ფოტოკონკურსი. მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგან ჩამოგზავნებისთვის, უსურვო დღევანდელ დღეს და კონფერენციას წარმატებული მუშაობა, რომელიც კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა გააღრმავებს ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობას და ძმობას. ჩვენ ერთად ვართ 26 საუკუნეა და დარწმუნებული ვარ, იქეთ თუ აღარ იქნება და ბევრად გადააჭარბებს ჩვენი ორი ხალხის ძმობას და მეგობრობას. წარმატებული მშვიდობა, გამარჯვება საქართველოს, გამარჯვება ისრაელს. მადლობა ბატონო წაცა. მესმე მადლობა თვითმფრინავის ალმებისთვის მინდა ვთხოვო ქალაქ ქუთაისის მერს ბატონ დავით ერემეიშვილს და ისიც მინდა აღნიშნო, რომ 2 დღის წინ გვირილობა ქუთაისლობა ჰქონდა ამ ლამაზ ქალაქში და კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დღეს. მოგესალმებით მოგესალმებით ჩვენ ქალაქში ჩამოწარებული ძვირფასო სტუმრებო, დიდი პატივი არის ეს თქვენ წინაშე გამოვიდე და კიდევ ერთხელ სამადლობელი გადავიხადოთ იმისათვის, მთელი ამ წლების განმავლობაში რა ურთიერთობასაც იარჩევს თქვენი დიდი დამსახურებით ჩვენი ორი ქვეყანა ერთთანამშრომლობას, მეგობრობას და ვიცი როგორ გვხარდა ყოველთვის საქართველოში, მოხარდა ქუთაისში. ჩვენ ამოდით მაის დიდი დღესასწაული აღნიშნეთ ქალაქში, გვირილობის დღესასწაული და იქაც ყველას დავანახეთ, თუ როგორი განსაკუთრებული და განსხვავებული მეგობრობა გვაქვს თქვენთან და კიდევ ერთხელ მადლობა ჩამოგზავნებისათვის და დაწესებისათვის. დღეს კიდევ ერთი ლამაზი დღე, ლამაზი ისტორიული დღე ჩაიწერება კალენდარში და მადლობა ბატონო ლავრა თქვენ მისი ინვესტიცისთვის, რაც ქუთაისის აკადემიის სახელობის უნივერსიტეტს გადაეცით. ალბათ თაობები გაუჩნდება ამ ნაშრომებს და როგორც ბატონო შარლამ აღნიშნა, ძალიან ბევრი იქ გამოქვეყნებული სტატია იმ დროისთვის საქართველოში დასაკითხებაც იგზავნებოდა, მაგრამ დღეს მიეცემა ჩვენს ახალგაზრდას, ჩვენს სტუდენტებს ის საშუალება, რომ გაეცნოთ ამ მასალებს და ბევრი ინფორმაცია მიიღონ. წარმატებული კონფერენციის უსრულდა კიდევ ერთხელ მადლობა, რომ აღწევთ. მადლობა ბატონო დავით. მე მინდა სიტყვა ისალმებისთვის ვთხოვო. ბატონო
ბატონ აბრაამ სეფიაშვილის მეგობარს, მისი ბიოგრაფიის, მისი ლიტერატურის ერთ-ერთ განსაკუთრებულ მცოდნეს ჩვენი უნივერსიტეტის არა მარტო ჩვენი პროფესიონალების ბატონ ავთანდილ ნიკოლაიშვილის. ბატონი ავთანდილის წლების მანძილზე ამ უნივერსიტეტის რექტორი ბრძანდებოდა და ესე რომ ვთქვათ, ისინი მეგობრობდნენ არა მარტო სულიერად. მოგესალმებით უცხოესო მეგობრებო, შემთხვევით არ არის ის მოვლენა, რომ დღევანდელმა შეხვედრა, ისტორიულმა შეხვედრა, ისტორიული მოვლენა ჩვენს უნივერსიტეტში ხდება, ასეთი დიდი მასშტაბების შეძენა და უამრავი საფასტის სტუდენტებია. ამგვარად ისტორიული არის შეხვედრა იმის გამო, რომ ბატონი აბრაამ სეფიაშვილი მთელი თავისი მოღვაწეობით განუყოფელად მარტო წყაროებში კი არის დაკავშირებული ჩვენს ქვეყანასთან. ის დამოუკიდებლობასთან, ის თავისუფლებასთან, არამედ ამ მიმართულებით მოღვაწეობას თავაცაფასებით აგრძელებს. ამიტომ ისა გასაკუთრებულ ნაცვლიერებას კიდევაც გამოხატა ბატონო აბრაამ, თქვენი შემოქმედება მე ტრაბახი დავიწყე, მაგრამ მე ვიცი ძალიან სამუზლიანად და კარგად აქვს საკითხული და არა მარტო საკითხული და ჩემთვის გააზრებული, არამედ ეს წერილები ნაშრომებიც მაქვს გამოქვეყნებული და ბევრი რამ შემიძლია გავიხსენო მე სიტყვას, რა თქმა უნდა არ გავაგრძელებ, მაგრამ მნიშვნელოვანი ერთი ეპიზოდი მინდა გავიხსენო. როცა საქართველოში ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა განსაკუთრებული აღმავლობის სტადიაში შედიოდა, მაშინ თქვენ დიდ დელეგაციასთან ერთად ჩავაგზავნეთ საქართველოში და ამ შემთხვევაში ის მოვლენა, ისტორიული მოვლენა, რომელიც ჩვენ დაგწევოდა რუსთაველის საზოგადოების შექმნის სახით, ჩვენ უკვე შექმნილი ჰქონდათ და მახსოვს ის დიდი აქტუალური და ის დიდი ემოციური ბუნტი, რომელიც თქვენს გამოსვლას მაშინ მოყვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თქვენი შემოქმედებით, თქვენი პრაქტიკული მოღვაწეობით, ყოველთვის აქტიურად ცდილობდით, იყავით დამდგარი იმ სადარაჯოზე, რასაც ჩვენი ქვეყნის ეროვნული და სახელმწიფოებრივი უფლებები, დამოუკიდებლობის გამტკიცება ჰქვია და ის დიდი მემკვიდრეობა, საარქივო მასალები, უპირველესობისა თქვენი გაზეთების მოქმედი, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოდიოდა ისრაელში, საჩუქრად რომ გადმოეცით ჩვენს უნივერსიტეტს, ეს არის ყოველგვარი გადაჭრების გარეშე ლომობე უდიდესი განძი, რომელიც საფუძვლიან შესაბამას საჭიროებს. მე მინდა დღევანდელ დღეს გითხრათ, რომ ჩვენი უნივერსიტეტი, მარტო ჩვენი უნივერსიტეტი არა, მაგრამ ჩვენი უნივერსიტეტი ამ შემთხვევაში იმ პრიორიტეტულ როლს იმსახურებს და აუცილებლად გააკეთებს იმ საქმეს, რომელიც ყველაფერი საფუძვლიანად იქნება შესაძლებელი და აი ეს დიდი წვლილი, რომელიც თქვენი მოღვაწეობით გაიარეთ, გააკეთეთ და დღესაც წარმატებით აგრძელებთ ამ საქმეს, სათანადოდ იქნება პატივდებული. დიდი მადლობა დღევანდელისთვის, წარმატებებს გისურვებთ, მადლობა და ხანგრძლივად გეღვაწოთ ამ დიდი საქმის საკეთებით. დიდი მადლობა. სიტყვა მისალმებისათვის მინდა ვთხოვო ჩვენი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორს, ისტორიკოს ბატონ გიორგი ჩიგვარეს. მოგესალმებით, ბატონო ჩვენი დელეგაციის სმულების ქალაქის მერს, პროფესორებს და ჩვენს კონგრესს. ქართულებრივი ურთიერთობები საუკუნეებს მოიცავს და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ამ მეგობრობის ბაზს. მინდა ბატონ აბრაამს მადლობა გადავუხადო, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის საარქივო მასალები, რაც გადმოგვეცა ჩვენს უნივერსიტეტში, ეს კარგად დამუშავება და ძალიან დიდ როლს ითამაშებს ისევ ჩვენს უნივერსიტეტში მეცნიერების განვითარებისათვის. ძალიან დიდი მადლობა ყველაფერს, რასაც თქვენ წლების მანძილზე აკეთებთ და მაგალითი ხართ, რომ ეს ურთიერთობა უფრო მჭიდრო იყოს. ჩვენს ერებს შორის ძალიან დიდი მადლობა. ბატონო გიორგი, ალბათ ეთერ გიგინეიშვილს მინდა ვთხოვო სიტყვა ებრაულ სამყაროს რედაქტორს. პრაქტიკული აზროვნება. და მადლობა
მსოფლიო თავს ქუთაისში. მე დავიბადე ქუთაისში, გამიზარდე რიოში, დავამთავრე მესამე საშუალო სკოლა და გავიწყე ცხოვრების ფართო ასპარეზზე ქალაქ თბილისში. იქედან ვიარე და მოსწავლე. და კიდევ მინდა მე არ გამოვაცხადებ როგორც ერთ-ერთი დიდი იშვილი. ერთ-ერთი დიდი იშვილი ვარ ასპარეზით, ასე ვთქვათ, პირადობის მოსწავლით, მაგრამ მე ყველა ჩემს წიგნს ვაწერ ორ ვარს. ერთ-ერთ თოფჩიაშვილი დიდი. ეს არის ჩემი ოჯახის მაგალითი იმისა, ქართველი და ებრაელი ერების, აი ნამდვილად მეგობრული ერთობისა. ჩემი მეუღლე იყო ქართველი, მაგრამ ყველანაირად მიჭერდა მხარს ჩემს საქმიანობაში, ისევე როგორც მე უჭერდი მას თავის საქმიანობაში და თავისი წამსის განხორციელებაში. აი ესე მეგობრულად ცხოვრობდით ჩვენ წლების განმავლობაში. ეხლა მინდა გახსენოთ, რომ აი ამ ცენტრის გახსნა ჩემთვისაც ძალიან დიდი ბედნიერება იყო. მე როდესაც ბატონმა მამუკამ გამოგებინა, რომ იხსნებოდა ასეთი ცენტრი და მითხრა იმის შესახებ, თუ რა როლი მიუძღოდა ბატონ აბრაამ სარკის აი ამ ცენტრის გახსნაში, ძალიან დიდი მაგალითი იყო ეს გაზრდები ჩემთვის და მეც მივიღე წვლილი, იცით, ჩემი პატარა წვლილი. როგორც აქ აღნიშნეს, მე ვარ ჟურნალის ებრაული სამყაროს რედაქტორი, რომელიც გამოდის საქართველოში, გამოდიოდა 2009 წლიდან და დღეს ვაგრძელებ ის გამოცემას ისრაელშიც ქართულ ენაზე. იბეჭდება აქ საქართველოში და იგდება საქართველოში და ისრაელში. ამიტომ აი მე მთელი ეს არქივი ამდენი წლების განმავლობაში გამოშვებული ყველა ჟურნალისტებიდან გამოვაგზავნე ჩვენს ცენტრში. ასევე მოგწალებით გეტყვით, რომ მაქვს 22 წიგნის ავტორი ვარ და ეს 21 და 22-ია. ყველა ეს წიგნებიც ასევე გამოვაგზავნე ცენტრში და იმედია გავაგრძელებ ცენტრთან ურთიერთობას. თუ მაქვს დრო, 2 სიტყვას გეტყვით ამ წიგნების შესახებ. ერთ-ერთი წიგნი არის აი ასეთი, გადავწყვიტე, რომ აი შარშანაც ვიყავი მოწვეული, იცით, ვირულობის დასასწაულზე და წლების განმავლობაში პირველად მოვხვდი ქუთაისში, აი ამ ხანდაზმულ ასაკში. ეს ჩემთვის იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამან, რომ გადავწყვიტე დამეწერა ასეთი წიგნი. ნახეთ, რომ ხუთიცისტური გამოშვება არის, თვალსაჩინოდ მოვაწენი სახელგანწმული ქუთაისელი ებრაელები. აქ შეტანილი არის 20 ადამიანის, 22 ადამიანის შესახებ პუბლიცისტური სტატიები. ეს წიგნი იწყება, რა თქმა უნდა, დანიელ ხანანაშვილის, რომელიც იყო ებრაელი ხალხის მემატიანე. მასში არის საუბარი ასევე ბორის გაბონოვის შესახებ, ფიჩხაძეების შესახებ, მხატვრების ფიჩხაძეების შესახებ. ერთ-ერთი უცნობი, ხალხისათვის შედარებით უცნობი, შესანიშნავი პოეტის იაკობ გოლანის შესახებ და აი სწორედ ფიჩხაძეების და იაკობ გოლანის ისტორიების შექმნაში დამეხმარა ბატონი აბრაამ სარკის ენციკლოპედია, ქართველ ებრაელთა ენციკლოპედია, მითუმეტეს სხვა მასალებთან ერთად. და გარდა ამისა, ამ წიგნში შეტანილია კიდევ, იცით, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი, როგორ ვითხრათ, ეს იყო მე-20 საუკუნეში ნამდვილად ტყუის გავარდნასათვის მოიარა მთელი მსოფლიო. თუ გახსოვთ თქვენ ბატონი რამაზ დათიაშვილის ამბავი, რომელმაც ფეხებს გადაჭრილ პატარა მიტყელ გოგონას ფეხების მიაგერა და სიცოცხლე მიანიჭა. აი რა თქმა უნდა, ასეთი გმირებიც არის შეტანილი ამ წიგნში და მე ძალიან მიხარია, რომ აი ეს წიგნი გამოვიდა. ეხლა კიდევ ვებია, მაგრამ ასე ფაქტს არ შეგახსენებთ. შემდეგი წიგნი, რომელიც ასევე მე მივუწვევი ამ ჩვენს ზეინს, როგორც გვირილობის დასასწაულს, ქუთაისის დასასწაულს, ასე ჩვენი ცენტრის გახსნას. ეს არის წიგნი ებრაული ნოველები. ეს ებრაული ნოველები, აქ შედის 4 ნაწარმოები, როგორც ერთი არის რომანი, 3 არის ნოველა. გავერთიანე ნოველებში ეს ყველა. ეს არის ცნობილი ევროპელი რაბინის ებრაულიდან ნათარგმნი მასალა, სადაც აღწერილია ჩვენი მართლაც რომ ტანჯული ებრაელი ერის ისტორიები, იცით, ესპანეთში, ტორკვემადას ზეობის პერიოდში, ინკვიზიციის პერიოდში, როგორ იწამებოდა ებრაელი ერი დაუმსახურებლად. გარდა ამისა, ასევე აღწერილი არის გერმანიაში ჯვაროსნების ლაშქრობის დროს ისევ და ისევ ებრაელების თავზე გადაიარა ყველა უბედურება.
არის ასევე პოლონელი ებრაელების შესახებ, თუ როგორ ძალით ახდენდნენ მარტო დადასვლას წმენდან, ანუ გადარჩულებას ასეთად ქრისტიანულ წმენდანზე მორადებას და როგორ ეწინააღმდეგებოდა ხალხი ამ. ძალიან საინტერესო ცნობიერია მართლა ის ბევრ რამეს გაიგებს უკეთრები ებრაელი ერის შესახებ. და აი ამით მინდა დავამთავრე ჩემი გამოსვლა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ და გავაგრძელოთ ჩვენი მუშაობა. Galbatonia funkcijas მინდა ბოლოს ითქვა გოლდმორფრანდე მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა. მოგესალმებით ქალაქის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავიხადოთ თუთაის ამ შესანიშნავი კომისიებისთვის, ამ ამბებისთვის, რომელიც დღეს მიედება ბატონ აბრამ სერგეაშვილს. მე ვფიქრობ, დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის თუთაისისთვის, მნიშვნელოვანი დღე არის საერთოდ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ურთიერთობების ისტორიისთვის. გამოჩენილმა ჩვენთან თანამედროვე ქართველმა მწერალმა აკაკი ჩილაძე ძალიან საინტერესო თარგმანი. თუკი ქვეყნებს აქვს ხმები და ალბათ აქ საქართველოს ძალიან ძველი. იგივე ითქმის ისრაელზე, რომლის ხმა კიდევ უფრო შორიდან. კაფის გამოკრეფილი ხმები გამოგვარჩევს ჩვენ მთელ მსოფლიოში. ხოლო სიძველე და სიწმე განაპირობებს იმ უცხოელ მრავალსაუკუნოვან კავშირს, რამაც ჩვენ დღემდე ვუყურებთ. დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზეზი ეს არის არა? ქუთაისის წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი მას მიიღოს გამორჩეულ ქართველ ებრაელს, ბატონ აბრამ სერგეაშვილს საფუძვლად, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნა ურთიერთობების შენარჩუნებას და განმტკიცებას, ჩვენი კულტურების კიდევ უფრო დაახლოებას. დღეს ჩვენ გავხდით მოწმენი საფუძველი ჩაეყარა წენს, რომელიც მომავალზეა გათვლილი და მესამე გრძელობა ახალ ქაოსზეა დამოკიდებული, რომელმაც უნდა გააგრძელოს ეს უწყვეტი გზა. მე დღეს იცით გამოცხებული დავჭი ერთი ფაქტი, როდესაც ნახე როგორ წარმოჩნდა ბატონი აბრამი ქუთაისში. გარდა მისი შემოქმედებისა, თავისი უამრავი მეგობრის და თავისი ოჯახის წევრებით ეს ძალიან დიდ რამეს ნიშნავს, იმიტომ რომ აი ეს არის სწორედ ის, რასაც ებრაელები თავის აი იმ ფოტობავშვებს, აი რასაც მე დავინახე აქ, აწვდიან უკვე აი ამ ჩვენი ასაკიდან უნდერგადები პასიფისტებას და სიყვარულს, რომელიც მომავალში უნდა გააგრძელოს. აი ეს არის სწორედ ძალიან დიდი მადლობა ბატონ აბრამს, თქვენ სწორედ აი ამ უწყვეტი კავშირისთვის. აი ჩვენთვის ეს არის უწყვეტი კავშირი. ეხლა ჩვენი ფონდის ხელმოწერის განვითარების ფონდის სახელით მინდა გადავწყვეტ საჩუქრად წიგნები, რომელიც ჩვენმა ფონდმა სხვადასხვა დროს გამოსცა და უკავშირდება უშუალოდ ქართულ ებრაულ ურთიერთობებს. ეს არის 2014 წელს გამოცხადებული ჩვენს მიერ პირველად საქართველოში შევიდია მართლა რაღაც სიამაყეა გაყოლობის თარგმანი, რომელიც 50 წლის შემდეგ ჩვენ გამოვეცეთ პირველად საქართველოში. და ეს წიგნი მიეძღვნა 2014 წელს 21 საუკუნოვანი ურთიერთობების საქართველოსა და ებრაელთა იუბილეს, რომელიც ძალიან ღირსეულად აღინიშნა საქართველოში. ეს კონცერტი საოცრად უნდა გადავხდეთ. ეხლა მინდა შემდეგი 2020 წელს ჩვენ გამოვეცეთ
მოსწავლეების აფორიზმები ათენაზე და ამ გამორჩეულ ენას შორის არის ებრაული ენა შესული და შეტანილია ისეთ გაფორმების თარგმანი აფორიზმების. ეს უკვე მესამე გამოვიდა ისე, ეს წიგნი ძალიან პოპულარული გახდა. და სულ ეხლა ჩვენ მაფონდმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ქალბატონი ეკატერინე ნამროზაშვილის ხელმძღვანელობით არის დაუჭირა ფონდმა და გამოვლეცით ქებათა ქება შინხაში, რომელიც არის ორენოვანი. ეს წიგნი სულ 2 წლის წინ გამოვიდა საქართველოში და არის ორ ენაზე ებრაული კანონიკური ტექსტი და 9 ქართული თარგმანი ანთოლოგია, რომელიც შესრულებულია მე-20 საუკუნეში. და ამ 9 თარგმანს შორის 5 არის ქართველი ებრაელის მიერ ნათარგმნი. და ესენი არიან ერცელ ბაზოვი, ეს არის ბატონი შალომ დავითი, ცხად დავითი და ეს არის ძალიან ვფიქრობ ისეთი სამყარო წიგნი და საქებარი მართლა წიგნი ქართულ ქართლის. აი ეს ჩვენი სახსოვარი თქვენ ცენტრს და პირადად თქვენ რასაკეთებია. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა კიდევ. რომელზედაც ეხლა უნდა იყოს ალბათ ამ ცენტრის განვითარების ასე ვთქვათ წარმატება და ისურვებ მადლობა ქალბატონო ია. ეხლა ბოლომდე გამოწვევთ ეს კარტი. მაგით დღევანდელი დღის, არა მარტო დღევანდელი დღის, ანუ ურთიერთობის შემქმნელს, შემსუხაბებელს, ძალიან დიდ პიროვნებას, ბატონ აბრამ სეფიაშვილს მინდა ვთხოვო სიტყვა.
არა მარტო ჩემი ისრაელის, აგრეთვე პარალელურად საქართველოს. რატო? იმიტომ რომ არასაზრდოებია ეს ისტორია, სადაც შობილვარ გავზირვა და მისრულია ის არის. არასაზრდოებია შეიძლება ჩემი პირველი საფრთხე დავებადე და გავიზარდე და თუ რამე არის ჩემში კარგი, იქნება აქედან. და თქვენ თვითონ რომ ხებელი ასელებს ფესვების გარეშე. ჩემი ფესვები აქ არის. აი ისე რაფერის უბრალოდ ვაპატე. მე იქნება დავეწყო. ქუთაისს გავუვარდა. ქუთაისის უნივერსიტეტი. ქუთაისის უნივერსიტეტის თანამშრომლობის უნივერსიტეტი. და მე მოგეწონა ციტატო. მე ჯობია რომ მე თქვენ თემშო ამ არქიტექტორ როიცი და პენსიები ძალიან ბევრ მოვალ ისედებს შემოწმეთ თქვენი სკოლი თქვენი გაგედა თქვენი შრომი თქვენი მეცნიერული მოხდები და მე ამიტომ მინდა რომ ეხლა მოგეკითხოს რა დაგიწყეთ რა გაგიწყება და რა დაგიწყეთ და სერტიფიკატი და ილასა ვიდასოგებია Universal răspunde, timp din sumrăți, im din tătăgane, din dăvăpăsă, atunci ministris, în toate momentul. Care este guvernatul ăsta, până verde, s-a căzut să până. Dar, este movisalul, este o disipatie, știuți. Cu puțica să acolo, de unde rămâne, de unde rămâne, mai este o omă, mai de Aici se omul. Evident, puteți să țineți domnul la Sfântul și Sfântul Lămurului. Că nu că nu vreau să mă ajut, dacă te rog. Rapidința pe la mea evident, ca pe ei nu își pasă influență, am să administrăm de practicului și să rezolvat investițiile de viteză pe religie. Deci, și acum, studentele, tu ar veni de stagione, dar e un peu bătaie. Dar trebuie, pe primul caz, într-un stat sub eșimitie, am sens că eu vreau pe o atelier. Dacă am înțeles. Ca David, veți să vedem că trebuie să mă cea mai multă rău. Puteai să universități la Vaca și eu, gen Israel, la o universitate, dar să vedem chestii. Da, universitatea. Sama universitatea, că era țara ca Cuba. De la universitatea, partea de universitatea, mai are universitatea. Am care vezi într-o cașă, trei universitatea, dacă trei universitatea, pentru că vieții noastre și oră, avea delegație în Israel și universitatea și studentele în Israel, Asta e exact ce am vedeți. Deci, ca și idem cu zavrăș, ce ucesuri. Cartel de veric sunt ucesuri. Mă fac că este rugăveți, pe care este foarte bine. Ce mi spune despre Dumnezeu, Tavita, har da trebuie cu. Cartel de veric, vreau să pun mai mult. Asta spune să nu te conteți, că mă ocare Israel să cătă los găgărurile și gustavele să cătă să găgărurile. Atunci, tu probabil, să cătă și găgărurile. მოწმება. Da, am chestiunea, este într-o delirea, care iubire de asta să-i dăm, să găgărurile. Scuram delirea ca agătă, m-am iubit. Rugăia să mai bine ca și cartelul spune, vedem și eu. Această sănătate exclusie la agătă, vrei monasterici. Să poate imagine și să cartului suri superbă. Dar trebuie găsit. Până pe rită, până la tine, mă înapune, poate e un agăt. Până surăm și până capitările tine, cu vreo capitările grele, probleme de stea și răceare. Din nou, de greu îți vorbi. Să am ce vezi eu, din nou, să că tu dar să nu trebuie să nu știu asta.
მეგრია ან ინდივიდუალურად უცხოელია მაგრამ მომი შემესწავლა თეატრში და გადმოვიწერეთ ისე ბატონო აკადემიკურმა აღნიშნულ როლებს ჩემთვის პარიზული ნიუ-იორკი მოწყობილია არა ერთ რამეს აქტობით ასეთ ადამიანს რომელსაც მივიღე რომელსაც საქართველოს ძემლი არის ისინი იყვნენ საქართველოს პატრიოტები ნამდვილი შვილები რომლებიც ცნობდნენ საქართველოს საზოგადოებაზე მე ერთი მაგალითად მოვიყვანე იყო ასეთი პიროვნება პოეტი გიორგი ტიპიანი რომელიც მთელი მისთვის ცნობდნენ რომ მას ენახა საქართველოს საზოგადოება ვერ მოესწრო გადაიცვალა მანამდე მაგრამ საქართველოს გადაიცვალა ეს იყო ძალიან ისაბადი ის რომ ბევრი არის უბრალოდ ისაა რომელიც მოწონს საქართველოში და გაუმართლოს საქართველოს გაუმართლოს ქუთაისს ამ წინვალე ხალხს იმერებს რომელიც ჯგუფის დარბაზი იმერებს ეს იმერებს დარბაზი და ეს უნდა მადლობა მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ ბატონი აბრამის მიმართ კიდევ ერთხელ ყველა თქვენგანის მიმართ ჩვენი საპატრიოტო სტუმრების მიმართ ბატონებო და ყველას ზოგადად მადლიერება ყველასე განსაკუთრებული რამ გვაქვს და ეს მადლიერება ყოველთვის უნდა გამოვხატოთ არასდროს არ უნდა დავივიწყოთ და უგმესი მადლობა ბატონო აბრამ თქვენ და უგმესი მადლობა ებრაელ თემს ზოგადად ყველგან განსაკუთრებით საქართველოსთან წასულ ებრაელებს იმიტომ რომ თქვენ არასდროს არ ივიწყებთ საქართველოს თქვენ ყოველთვის გახსოვთ საქართველოს და ამით ამაყობთ ესეც ვიცით თქვენგან რომ თქვენ ორი სამშობლო გაქვთ და გუშინ საღამოს პირველი საქართველოა იმიტომ რომ აქ დავიბადე და აქ გავიზარდე მადლობა ამ სიტყვებისათვის თქვენ მე მინდა ვისარგებლო შეხვედრით და ძალიან დიდი მადლობა ვუხსნე გუნდს ხელოვნური ფრედა გეკმაგუშინელი კვალიტეტი მადლობა მინდა ვუხსნა ზოგადად ქუთაისში მცხოვრები ადამიანებს ვინც იხსნის ქართულ ებრაული ურთიერთობის უფრო ლამაზად წარმოჩენისათვის ბატონო გოჩა ბატონ შოთას მინდა მადლობა ვუხსნა ბევრი ადამიანს ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუხსნა ბატონ დავით ბაკალეს სამტრედიის მერს რომელიც გუშინ ჩვენ მასპინძლობდა გულაში ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუხსნა პოლის მერს ასევე ბატონ ლადოს და და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს მთელ შემადგენლობას ჩვენ ბიბლიოთეკას ბატონი გიორგი ჭიქინაძის ხელმძღვანელობით ყველა მონაწილეს რომელიც გერმანულ კონფერენციაში იყო მონაწილეობას და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუხსნა ბატონ თამარ ლონდაძეს ეს ამერიკაში მოვაძე მეცნიერს რომლის საშუალებითაც ჩვენ დავკავშირეთ ბატონ აბრამს ეთიაშვილთან და შედგა ხელოვნური ფრედა ეს ყველაფერი მე ყველას კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ და ქართული სიტყვებით რომ ვთქვათ ხელსწედებაში მადლობა ყველა გამიგებელი ნაწილი ეცედა ამგვარებულია და პროგრამის მიხედვით მეორე ნაწილი გაგრძელდება აგამ ვიდრე გავახსენებთ ემიდა ჩვენი ეს სიგნები საჩუქრად გავაუცეთ განათლებისა და მეცნიერებისა აკადემიების მიერ ბატონ იგი ვითარებდეს ჩვენ დეპუტატ ბატონ ლევან ბატონ გათოს დავით და ბატონო გიორგი ყველა თქვენგან ჩვენი უნივერსიტეტის იქნები და მადლობა
მოგესალმება, დაგემშვიდობებით. ალიანსასია აუცილებლად შეგვიძლია. ხომ გიხადე მადლობა. აი ხარი მაინც. ამერიკაში ორი კვირის წინ ვიყავი ოფიციალური მადლობა თქვენ საქართველოს რაკეტები შემსაბერის დაბარაზე. შვიდობა და ჯანმრთელობა. რამდენი ძანდები ახლა? სადაიბადა? თულაში. ქუთაისში 100,000 ადამიანი ცხოვრობდა, 10,000 ებრაელი. ვაჰანში ცხოვრობდა 5,000 კაცი და იქ 5,000 ებრაელი. აში, მაილაში, გულაში. სასოფლო მოვლენიდან Ja, ale wystarczy, że produkcja jaka